ბატონ ელდა, როგორც ცნობილია, შეიქმნა დევნილთა საკოორდინაციო საბჭო. რას მოემსახურება აღნიშნული საბჭო და რა იქნება თქვენი მიზნები? ვინაიდან ახალ ხანებში გეგმება ზუგდიდში დევნილებზე ბინების გაცემა, ეს არის ორი კორპუსი ბარანიას ქუჩაზე. აქედან გამომდინარე არის ბევრი მითქმა მოთქმა, ბევრი დევნილები არიან უკმაყოფილო ქულებთან დაკავშირებით, ბევრს აქვს მაღალი ქულები. მოგვართეს ჩვენ დევნილებმა თხოვნით, რომ ჩართულიყავით ამ განაწილებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე შევთანხმდით ჩვენ დევნილების შევქმნით საინიციატივო ჯგუფი და დავაკვირდებით ბინების გაცემის რეალურობას. ანუ ქულებს ჩვენ დამოუკიდებლად შევისწავლით დევნილების, ვინც სიაში არის დევნილების ყოფაცხოვრებას და აქედან გამომდინარე გვექნება ზუსტი ინფორმაცია თუ ვის ეკუთვნის ეს რეალურად, ვის არა. და თუ გაქვთ ამჟამად ამ ეტაპზე ინფორმაცია, რამდენად რეალურია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიები? ჩემი გასული წლებიდან გამომდინარე, ვინაიდან მე მიწევდა ამ სისტემაში მუშაობა, თითქმის უმრავლესობას ვიცნობ, ვიცი, აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ხარვეზები არის? ქულები რომელიც არის, იქ ხარვეზები არის. და რას აპირებთ თქვენ საიმისოდ, რომ ეს არ მოხდეს? თავისთავად თუ ჩვენ ჩვენი დაუშვათ და წინადადებები არ მიიღოს სამინისტრო, იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა გავაპროტესტებთ. თქვენი სახელი და გვარი? ჩემი ელდარ ხუცკაია.